Dashi რომ მოვდიოდი ერთ-ერთ შვილთან ერთად ვიყავი და ესე იგი ველაპარაკებოდი რომ ეს მოვლენები რომ დატრიალდა რომ ვისაც აღმოაჩნდება მტკიცე და ცოცხალი რწმენა ის გადაიტანს ამ ყველაფერს. ეს ჟურნალია შესავალი იმისა რაც მერე მოხდება რომელსაც ჩვენ უწოდებთ მესამე მსოფლიო ომს ექსპერტები სამხედრო პოლიტიკური და ასე შემდეგ და ხალხიც მასაც სინამდვილეში ჩემის აზრით ეს იქნება მეშვიდე ომი რუსეთის წინააღმდეგ განარჩენი მსოფლიოსი. როდესაც აღმოსავლეთის სლავები გაერთიანდებიან მათთან, მიუერთდებიან ბერძნები, ანუ 4 მართლმადიდებლური სახელმწიფო გაერთიანდება და დანარჩენი მსოფლიო დაუპირისპირდება. ეს მოხდება კერძოდ თურქეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მოყვება მეშვიდე ომი წმინდა მიწაზე, მაგრამ ამ ომში იომებს თავადუფალი მართლმადიდებლური, როგორც ჩვენთან დიდგორში წმინდა გიორგი ებრძოდა ჩვენთან ერთად, ჩვენ წინაპრებთან, ასევე უკანასკნელ ომში წმინდა მიწაზე, არმაგედონის ველზე, რომელიც აპოკალიფსია და არაერთ წმინდა მამასთან აღწერილი, იბრძოლებს თავადუფალი ჩვენი იესო ქრისტე. როგორ არის ნათქვამი აპოკალიფსში? მარტო ესე იგი მათი არმია ჩინელების, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ანტიქრისტე და მისი წინასწარმეტყველი, იქნება 200 მილიონი. დანარჩენებზე აღარ ვიტყვი. მართლმადიდებლები ამდენი ომების და წვეტის შემდეგ დარჩებიან 100,000-დან 150,000-მდე. მათ მეფე ეყოლებათ სათავეში, მართლმადიდებელი მეფე ბერძნებსაც, სავარაუდოდ რუსებსაც და ეხლა არ მინდა გამოწვევი ვილაპარაკო, ადრე ბევრჯერ ვილაპარაკე, ეხლა არ მოითხოვს აუცილებლობა ამას, მაგრამ პრაქტიკულად ადამიანური გაგებით არის აბსურდი, რომ 150,000-მა დაამართლოს 200 მილიონიან არმიაზე უფრო მეტი. მიუხედავად ტექნოლოგიების, აი ორივე მხარეს აქვს ეს სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები სამხედრო. აი ამას რომ უფალი დაინახავს, უბრძანებს თავის სინათლის ანგელოზებს, რომ ცეცხლი გადმოიტანონ ციდან მიწაზე. აი ამ ცეცხლში დასწავს ერთ წამის ყოფაში, ვებერთელა, უზარმაზარ, ძლიერ, შეიარაღებული, როგორ ვამკობთ ხოლმე კიდევ არა? წამის ყოფაში დასწავს უფალი ანგელოზთა ხელით. თავად ანტიქრისტე და მისი წინასწარმეტყველი იქნება ორადორნი ამ წყეულთა არმიიდან, რომლებიც არ დაიწვევიან. იმიტომ კი არა რომ უძლეველები არიან, სოცხლად შთააგდებს ჯოჯოხეთში. მეტი მტკივნეული რომ იყოს მათი ტანჯვა ამ ბოროტისულებისა. აი ახლა მე გითხარით ორიოდე კვირის წინ თარგმნი ძალიან საინტერესო საგულისხმო წიგნს თითები გამტკივა, აი მარჯვენა ხელი მტკივა რამდენიმე დღეა განუწყვეტელი წერისგან. წერის გარდა ხომ ტაძარში დავდივარ მსახურებ და სხვადასხვა, მაგრამ უფალი შემეწევა, ნახევარი თარგმნის საკმაოდ სქელტანიანი წიგნის. იქ არა მარტო წმინდა მამათა უამრავი ციტატებია მოტანილი ძველი მამების და შედარებით თანამედროვე, არამედ კარგად არის გაანალიზებული ამა თუ იმ ავტორის და პიროყოლის არქიმანდრიტ ნაუმის მიერ, რომელმაც შეადგინა კრებული სათაურით ქვეყნიერების აღსასრული. აი დახატულია ის სურათები, რაც ნაწილი გადავიარეთ, ნაწილი ახლა დაიწყო და ნაწილი იქნება უახლეს მომავალში. რასაც ადრე საუკუნეები შერდებოდა, მას ახლა თვეები, რასაც თვეები შერდება, კვირა, რასაც კვირები საათებში ხდება და ასე შემდეგ. ძალიან სავალალო მოვლენები ვითარდება. მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაინც შევეხოთ. კერძოდ რა მოხდება, როგორ უნდა როგორც წერია წმინდა მამებთან, ზედმიწევნით ისე ხდება ყველაფერი. აი მაგალითად, რომელი მამა ახლა წვიტა 1-2 ყურე აქ სახეზეც გამოეხატა. მაგალითად, ესეთი ღირსი მამა, როგორც არის, ასე იგი, სამუელ დევტერიანი, ამერიკელი მართლმადიდებელი მოძღვარი. მოდით შეგახსენებთ, მაგრამ რა კი ვახსენეთ. გასულ წელს 4 შაბათების დაუჯდომელზე, ასე როგორც წირვაზე, ამბიონიდან გაგაცანით ფრაგმენტი მისი წინასწარმეტყველებებიდან. კერძოდ, ერთხელაც საგანგებოდ დაიძრა თავისი სამშობლოდან და ჩავიდა კუნძულ პატმოსზე, ხმელთაშუა ზღვაში, სადაც გადასახლებული იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. და კაცრად იმარხულა, ეს მარხვა, დიდ მარხვა იდგა. იქ მიაგნო ერთ პატარა ხის ეკლესიას, რომელიც აღმოჩნდა წმინდა ნიკოლოზის სახელობისა. ამ ეკლესიაში მიდიოდა ყოველდღე და საკმაოდ დიდხანს რჩებოდა იქ, ლოცულობდა ან
განში და საკუთარ თავში პატარა ქვა იყო იქ, ჩამოჯდებოდა ლოცვის მერე და ფიქრობდა, აი როცა ამ საფრთხო ფიქრებში, იმიტომ რომ საფრთხო ფიქრები ლოცვის ტოლფასია, როგორც მინდა მამები გვასწავლიან, მას წარმოუდგა 5 ანგელოზი, რამაც შეაკრთო იგი, გაამხნევეს ანგელოზებმა და განუმარტეს, რომ ღვთის კურთხევით იყვნენ მასთან მოსულები. და ჩვენ ვართ 5 კონტინენტის ანგელოზი. კონტინენტი სულ 5-ია, როგორც იცით. თითოეულმა მათგანმა იწინასწარმეტყველა, რომელ კონტინენტზე რა მოვლენები განვითარდებოდა უახლოეს მომავალში. აი ნაწილი მათგან ხდება უკვე. მაგალითად რა არის ჩვენი დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, აი კავკასიას რა ბედიელი ის. აქვე არის ახლო აღმოსავლეთი და სხვა. აზიის ანგელოზმა წარმოუთხა, რომ სისხლის ტბორები დადგება ახლო აღმოსავლეთში და მათ შორის კავკასიაში, მცირე აზიაში. როლის თურქეთს ეკუთვნის. ჩვენ ჯერ უბრალოდ ეხლა ეს ომი რო დაიწყო დაბომბვა, გაღრმავდება, გაძლიერდება, რამდენი ლტოლვილი მოვა აქ. მოდი ვიმშელოთ. აი სამხრეთ კავკასია. აზერბაიჯანელები მათ არ მიიღებენ მიუხედავად იმისა, რომ ერთი წმენა იმის გამო, რომ ირანი არის მოწინააღმდეგე თურქეთის. აზერბაიჯანელები არიან თურქები, ერთ-ერთი თურქული ტომია და კავშირი აქვს ეხლა შედარებით ბევრად უფრო მტკიცე. ისინი არ მიიღებენ ამ ლტოლვილებს ირანიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. სომხებიც მათი ბუნებიდან გამომდინარე და მეტადრე რომ ამერიკას შეეკვრენ და დასავლეთს, უკვე ოფიციალურად არ მიიღებენ როგორც სტრატეგიული მოკავშირეები დასავლეთისა. ჩვენ ხომ ტოლერანტები ვართ, ქართველები, ტოლერანტები კი არა, მაპატეთ ხშირად იდიოტები ვართ, თანამედროვე ქართველები. ყველაზე უფრო რეალურია, რომ ამდენი ლტოლვილი ისე რა გადაცენზილია საქართველოს აფრო-აზიული მოდგმით, აქ იქნება. გაიქეცით უცხოეთში. დააცარიელეთ მათთვის, ამ მოვლენებს გაუსწრეთ წინ. ისე არ მოხდეს საყვარელო, რომ იქიდან წამოსვლა ვეღარ მოახერხოთ, სადაც მირბიხართ. იქაც სამომის ცეცხლი დატრიალდება მალე. თქვენ რომ მიცოდეთ. ამ ომში ამერიკასთან წინასწარმეტყველებით შეკრული უნდა ყოფილიყო, ის ორივეს უნდა დაერწყა და რაც მოხდა, თუ იცით თქვენი გამბავი, არა, ეგ მაინც იცით. რუსეთი ხარს დაუჭერს ირანს. ისინი მოკავშირეები არიან, ასია თუ ისია. უკვე ოფიციალურადაც განაცხადეს, რომ უკრაინა თავის სამხედრო ქვეგანაყოფების ნაწილს გადმოისვრიან აქეთ ირანისკენ. და ასე შემდეგ. როგორ დამთავრდება ზოგიერთმა სახის გამომეტყველებით იკითხა. დასავლეთი ამერიკა დაიპყრო სპარსეთის ყურეს, ააშენებს დიდ მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო ქალაქს, ეს იმიტომ მოხდება კიდევ თავი იმართოს, რატომ უნდა ეს ტერიტორია. როგორც უყურებთ თქვენ მას ყველა სრუტეების და პორტების დაკავება სურს დროთა განმავლობაში. და ხშირად სამარცხვინო გზასაც მიმართავს, მაგრამ ვენესუელას პრეზიდენტი ცოლეთურ ხამე როგორ აიყვანეს და რამდენიმე ათეული ადამიანი ორივე მხრიდან ერთგვარად, ეს არაფერია მათთვის. ადამიანი არის მათთვის ბიოლოგიური მასა, მეტი არაფერი. გლობალური ხელისუფლების აღმასრულებელი ჯერ უბრალოდ დაუკვირდით. ეხლა მეტყვით, მამაო, ეს პოლიტიკა. თუ ზმახარ. მე მარტო მღვდელი კი არა ვარ. მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და მათ რა თქმა უნდა ტყივა და მაწუხებს რა იქნება ჩემს ქვეყანაში. რატო გონია რომ შეგიძლია იმჟელო ამას და მე არ შემიძლია. იმის არ იყოს, ესე იგი ნაციონალური, ეგრეთ წოდებული ანტინაციონალური ხელისუფლება რო იყოს სააკაშვილის პარლამენტის, ესე იგი პარლამენტის თავმჯდომარე უსუპაშვილმა, ეგრეთ საქმელი არის თუ არა ქართველი, ძირებით. თუნდაც გვარიდან გამომდინარე. პატრიარქის თანდასები და სამღვდელოების, როცა ესე იგი იბერიის ეს სავანე შენდებოდა, სხდომაზე იცით რა უთხრა სამღვდელოებას? აი ესე თითით მოუხაზა და ეს დასხედით ეკლესიაში და გარეთ არ გამოხვიდეთო. ჩვენ ხალხს როგორც გვინდა ისე გამოურეცხავთ ტვინებს, რასაც გვინდა იმ სამხედველობას მივცემთ. თქვენ ხმარა თქვენი საქმეა ადიდოთ უფალი, ტაძარში იყოთ. გესმით თქვენა? და რატო გონია აქ ზოგიერთებს რომ მღვდელს არ შევილან ამაზე ვემშეო და არა მაქვს უფლება. მე ვარ მოქალაქე. თქვენსავით მეც გადასახადებს ვიხდი.
უბრალოდ ეს იურიდიული მხარე რომ ავიღოთ და სხვა სოციალური გადამაგისა მე ვარ და პირველ ყოვლისა ჩემი ქვეყნის მოქალაქე და რა თქმა უნდა მტკივა და მე ვცდილობ ეს პოლიტიკა როგორიც დღეს არის გლობალურია თუ ადგილობრივი გავაანალიზო წმინდა წერილის და წმინდა მამათა წინასწარმეტყველებების მიხედვით. ბარე გირჩევნიათ ასეთებს რომ ქვეშ დაუწვეთ. ყველას ეს დასავლეთი იქნება თუ გნება ჩინეთი ვის გადაგიხდით მაგრამ მაპატი ჩვენ არა ვართ გაბოზებულები ქართველების დანარჩენი ნაწილი და ამიტომ შელობ ასე დავმჟელობ კიდევ ერთხელ ვამბობ წმინდა წერილზე და წმინდა მამებზე დაყრდნობით და თქვენ რაზე დაყრდნობით მჟელობთ თუ ძმა ხარ განმიმარკეთ მოკლედ ასეთი ამბები განვითარდება ამას მოყვება სხვა ომები ეს ომები გადაინაცვლეს შემდეგ ევროპაში ევროპის კონტინენტის ანგელოს მაგალითად უწინასწარმეტყველა რომ დიდი შიმშილობები იქნება კონკრეტული ქვეყნების დაასახელა პორტუგალია ესპანეთი და ასე შემდეგ მაგრამ აღარ მინდა ამას მე მივყვე ეს მონახაზი გავაკეთეთ ასე თქვა აი ეს მოვლენები რატომ გეუბნებით ამას ვიდრე დროა განმტკიცდით სარწმუნოებაში მამა სამუელს შეეშინდა შიში დაეცა და კითხა ერთ-ერთ ანგელოს კი მაგრამო ქრისტეო როგორ მოექცევაო თავის სამწყსოს ვისაც სამს ცოცხალი რწმენით ღმერთი ყველა შეეწევა დაცულს და დაფარულს ღმერთი იცავს და იფარავს ანუ თქვენი საფარველი არანაირი არ იქნება არც დილოეთი არც დასავლეთი და ასე შემდეგ თქვენი საფარველი არის თავად უფალი იესო ქრისტე მისი ყოვლადწმინდა დედა აი ვლაქერნის სასწაული გახსოვთ კონსტანტინოპოლის საფარველი რო გადა ეს შემთხვევით კი არ ხდება ეს არა მარტო ისტორიულად მოხდა წინასწარმეტყველებითი მნიშვნელობაც ჰქონდა მეტადრე რომ საქართველო და ქართველიერი არის ღვთისმშობლის წილხდომილი და მეტიც მოეკითხება ნიმუში სახე ხატი უნდა იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოებისა აი როდესაც თარგმნიდი ეს დღეები მამათა წინასწარმეტყველებას არქიმანდრიტ ნაობის წიგნს საზარელი სურათებია დახატული როგორ მოვა ანტიქრისტე სპიერებით მოჩვენებითი სიკეთეებით ამიტომ ეფრემასო მას მელია უწოდა ამის გამო და იმდენს იზამს რომ სიმპათიურად განაცხობს და თითქმის ლოგიკური აუცილებლობა დადგება რომ ის უნდა აირჩიონ მესამე ამ ომის დანგრევებზე აირჩევენ ანტიქრისტეს და მე ამოანთხებს თავის ბოროტბუნებას ყოველივე არათუ ქრისტიანულს ყოველივე ადამიანურს აგრძალავს რომ ჩამოგითვალოთ კერძოდ რას მოიტანს შეიძლება შეწყვეტდეს ზოგიერთი თქვენთაგანი და როგორ უნდა გადაიტანოთ ერთი აქ მომხედე რა ხდება წინ გეხარ ტელეფონში იყურებ არ მაინტერესებს ვინ გირეკავს რა არის და როგორ არის მეტადრე წინ გეხარ შეურაცხყოფაც ხია ჩემთვის და უფრო იმდენად არა ჩემთვის არამედ იმისთვის რაზეც გესაუბრებით მე თქვენთვის საუბრობთ რასაც მე გეუბნებთ ეს მე ვიცი ჩემთვის მაგრამ ჩემში რომ დავიმარხო არ შეიძლება იმიტომ რომ მე ვარ მოძღვარი ნიშნავს უნდა დამოწყროს და ასე შემდეგ თითქმის ყოველ წირვაში ამ გვარ შენიშვნებს გაძლევთ არც ხრენია ბოლოს და ბოლოს მართლაც ერთი სიტყვით მოგიწოდებთ გამტკიცდეს სარწმუნოებაში პატრიარქთან ერთად რომელმაც მოგვიწოდა რომ ვიმარხულოთ წმინდად და ყველამ გარდამძიმე ავადმყოფებისა და ეს მოგვიტანს გაღრმავებას სარწმუნოებაში სიყვარულს სიმშვიდეს როგორ მოვიპოვოთ ადამიანს თუ შიგნით სულში არა აქვს და გულში მშვიდობა სულშვიდ გარემოში რომ დასვა თუ ის მშფოთვარია და ამპარტავანი ყველგან ასეთი იქნება პირიქით ვინც მოიპოვა შინაგანი სიმშვიდე საპყრობილეში რომ იყოს საზარელ გარემოებაში ყველგან ინარჩუნებს სიმშვიდეს